ბავშვები ტექსტის მომღერლები მაგაზები ის დავოვიდნენ მეც ახო ეს პატავი ამიტომ სიმბოლურია რომ ამ დარბაზს გიბრუნებთ თქვენ გააგრძელებს აქ მინდა რომ ეს თანამედროვე აკადემია გაგეკეთოს გააგრძელოს ეთქილე ჩვენი გულის სახელი დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა გააგრძელოს აკადემია მოიწევს ეს მინდა რომ ოფიციალურად გაგეკეთოს ეს მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური წარსულს რომ სწორედ ეს ბაზა გადაეცემა კალათბურთელებს ეს თქვენთვის იქნება ბაზა აქ როგორც უკვე გაზამაღნიშნა ბევრი ვარსკვლავი გაიზარდა და მჯერა რომ კიდევ ძალიან ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელი გაიზრდება აქ კიდევ ერთხელ გვაამაგებ და გვასახელებ დიდი მადლობა ყველას ჩვენ ვართ მზად რომ თუ გაქვთ კიდევ გექნებათ მომავალშიც მსგავსი ტიპის იდეები პროექტები ჩვენ მზად ვართ რომ დაგეხმაროთ მაქსიმალურად ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა რომ მთავრობამ და სპორტსმენებმა ერთობლივად გავაკეთოთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ჩვენი მომავალთაობისთვის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენი განწყობილება არის რომ ეს სპორტული დარბაზი, ეს სპორტული ბაზა გადავცეთ კალათბურთელებს და ჩვენ გვინდა რომ აქ მოეწყოს თანამედროვე, ასე ვთქვათ, NBA სტანდარტების შესაბამისი აკადემია, კალათბურთის აკადემია. ჩვენ სახელოვან სპორტსმენს, კალათბურთელს, ჩვენ საამაყო ადამიანს დაზაფაჩულიას ქონდა სურვილი წლების განმავლობაში გაეკეთებინა კალათბურთის აკადემია. ეს მანამდე ვერ მოხერხდა, მაგრამ მე მიხარია რომ ჩვენ დროს ჩემი განწყობილებით, ზოგადად ჩვენ გუნდის განწყობილებით ეს შევძელით და ამ სპორტულ ბაზას ჩვენ ვაძლევთ ბატონ ფაჩულიას იმისთვის რომ მან აქ თანამედროვე NBA სტანდარტების შესაბამისი აკადემია გააკეთოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ? სიმბოლური რატომ არის? იმიტომ რომ ყველა სახელოვანი კალათბურთელი, მათ შორის ვინც ახლა თამაშობენ ნაკრებში და პირად ბატონი ზაზა სწორედ აქ თამაშობდნენ წლების განმავლობაში. აქ დაიწყეს მათ თამაში. ეს ბაზა გაკეთდა 30 წლის წინ და ჩვენ ეს გავარემოთ მთლიანად ოლიმპიური ფესტივალის პარკლებში. აქ არის 4 დარბაზი, აქ არის ყველა ის საჭირო, ასე ვთქვათ, მოწყობილობა და ინვენტარი, რომელიც საჭირო იქნება ჩვენი სპორტსმენების მოზადებისთვის. რაც თავარია, ჩვენ ამ ბაზას, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ გადავცემთ 50 წლით დაახლოებით უზრუნველყოფის წესით და მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ სახელოვან კალათბურთელს საზაფაჩულიას მიეცემ საშუალება რომ დაუბრუნოს ასე ვთქვათ ის ცოდნა უნარი რაც მან შეიძინა ის გამოცდილება რომელიც მას აქვს და გაზარდოს ძალიან ბევრი კალათბურთელი რომელიც ჩვენ არაერთგზის გვაამაგებს და გაგვახარებს